მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა აწყვოშობილი წარსულისაგან. მე ვარ მისი გადაცემის წამყვანი ედიშერ გვენეტაძე. გადაცემა გადის ეთერში ყოველ ორშაბათს საღამოს 22 საათზე. ჩვენი საუბრების ძირითადი თემა არის და მდგომარეობს იმ პროცესის შესახებ, რომელსაც ქვია მამული ენას სარწმუნოება. და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ, რომ იტყვიათ არაჩვეულებრივი და ორდინალური საქმის მკეთებლები. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არის ასეთი კაცი, ქართველი კაცი, ზაზა ბაღდავაძე, ბიზნესმენი, რომელმაც აქვს კომპანია კასტა, რომლის ბაზაზეც შექმნილი არის ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქართული ქვის, ქართული ხის და ქართული ვიტრაჟის ამღერებაზე. მათი მიზანი არის, რომ გადმოსცენ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და ეს გააკეთონ ხის კვეთით და ვიტრაჟის მრავალ ფეროვნებით. ამ საქმის წამყვანები არიან და საქმის უბადლო ოსტატები ბატონი გიორგი გიგაური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მხატვარ დიზაინერი და ბატონი გოჩა კოპალეიშვილი, აგრეთვე კერამიკოსი, რომელთაც ორთავეს მათგანს დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენთან სტუდიაში ჩემგან ხელმარცნივ ზის, სწორედ ბატონი გიორგი გიგაური, რომელიც საინტერესოდ მოგვითხრობს ამ ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშების შესახებ, რომელსაც თქვენ ნახავთ გადაცემის მსვლელობის პროცესში და ამ საქმეს ბატონი გიორგი და ბატონი გოჩა იმითაც არიან დასაფასებლები, რომ 100 წლის შემდეგ, როდესაც ყველა ჩვენთანგანს მოგვაკითხავს, ჩემო ბატონო, უზენაესი და წაგვიყვანთ ის იქ არც გამგებელი, რომ იქაური საქმეებიც უნდა ვაკეთოთ საქართველოსათვის, ამ ქვეყნიურად ისინი ტოვებენ იმ მოსწავლეებს, იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ეს ხელოვნება სულით ხორცამდე ექნებათ შეთვისებული და შემდგომში ისინი კიდევ მომავალ თაობებს გადასცემენ ამ საქმეებს. ჩემგან ხელს მართ ჯუნივ ზის, სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეგირდი მოსწავლე ბატონი თენგიზ ბერაია, რომელიც არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ისინი მოგვითხრობენ დღევანდელ დღეს ჩვენ იმის შესახებ, თუ რა ხდება მათთან, რატომ მიაქციეს ამ საქმის ასე წარმოჩენას ყურადღება და რომ იტყვიან როგორ დებენ, რის ფასად უჯდებათ ყოველივე ეს, რომ მთელი თავიანთი სული და გული ჩადონ იმ საქმეში, რომელსაც ქვიათ ქართული ხელოვნების ახალ მასშტაბებით წარმოჩენა. ამიტომ მე პირველი შეკითხვით გადავალ ბატონ გიორგი გიგაურთან, მან შეძლებს დაგვარად მოგვითხროს, ვთხოვთ მას, რომ მან შეძლებს დაგვარად მოგვითხროს, თუ რამ განაპირობა ეს პროცესი, როგორ დაიწყეთ, როგორ ჩაუყარეთ ამ უდიდეს მამულიშვილურ საქმეს საფუძველი და თანდათანობით მსვლელობის პროცესში ჩვენ მივალთ და განახებთ იმასაც და გვესაუბრება ბატონი გიორგი და ბატონი თენგიზი იმის შესახებაც, რომ საქართველოს ყველა კუთხეზე აქვთ გაკეთებული ასეთი შესანიშნავი ნამუშევრები და აპირებენ მომავალში კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნებას და აუცილებლად გაკეთდება ძალიან დიდი გამოფენა,
რომელშიც მე ვფიქრობ, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში უნდა იქნეს ეს გამოფენილი, ნახული და უნდა ნახოს ჩვენმა მომავალმა თაობებმა თუ რა უზარმაზარი სიმდიდრის მემკვიდრენი ვართ. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესოა და მადლობელი ვარ იმით, რომ დაინტერესდით თქვენ ბატონო ედიშერ და ესეთი კარგი საინტერესო საქმის თხრობა და განცნობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს საქმიანობა თითქმის 2-3 წლის უკან მოგვივიდა ესეთი იდეა აზრად და ბატონ ზაზასთან ერთად ამის სწავლების და ამის ესეთი არაფორმალური განათლების ცენტრი შექმნა ამ კომპანიამ. გადაწყვიტა იმით, რომ შევატყეთ, რომ თოიძის ტექნიკური სასწავლებელი ეგეთი იყო მოსე თოიძის სახელობის და ისო დაიხურა უკვე. ახალგაზრდები დარჩნენ ძალიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ამათ ნიჭი არის საქართველოში ახალგაზრდებში გაფანტული ძალიან ძლიერი ნიჭია და ეს ნიჭი რაღაცაში უნდა კონცენტრირებულიყო, უნდა გადაზრდილიყო რაღაცაში და რაღაცა გაკეთებულიყო. და სულიად შემთხვევით, აი განგებით თუ რაღაცით ერთ-ერთი პანო გავაკეთე ძველი თბილისი. და ეთნოგრაფიულ სტილში, აკადემიურ სტილში რაღაც ესე გადავწყვიტეთ, რომ თან მეომრების სახეები ყოფილიყო, თან ძეგლებიც ყოფილიყო და აქ დავიწყეთ მე და გავაგრძელეთ საქართველოს კუთხეების კეთება და ეს ძირითადად ჩვენი ანუ დევიზივით გვაქვს აღებული, რომ ისწავლე და ასწავლე მოსწავლეებთან. ესეთი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ გვინდა რომ ეს საქართველოს კუთხეები, არა მარტო საქართველოს კუთხეები, ისტორიული ლაზეთის და ჩვენი ჰერეთის მხარე და ეს ყველაფერი თავისი მეომრები, თავისი წმიდანები, თავისი კულტურის ძეგლებით, რომ ეს იყოს გამოსახული ბარელიეფებში, გორელიეფებში და სხვადასხვა თაობის ხალხმა ნახოს ეს და გაიგონ რომ ვინ ყავდა ეს და შეახსენონ. ანუ ისტორიის შეხსენებაა ეს. ეხლა ეს როგორ ხდება ეს კომპანიამ თავიდან ყველაფერი თვითონ ყიდულობს ეს კომპანია მასალებს ძალიან ძვირადდება ეს მაგალითად ფრანგული და ამერიკული ფერადი მინებია ესენი ჩამოტანილი ძალიან ძვირადია ესენი საქართველოში და ჩვენ თავიდან არც გვეგონა მაგრამ აი კომპანიამ გადაწყვიტა ეს და დავიწყეთ ამის კეთებას და თანდათან ქვის ხატული დამუშავებაც ასევე მაქვს მაგაზეც გამოცდილება და ამაზე დავიწყეთ კეთება და ნუ ვაგრძელებთ ამის კიდევ ის თქმა შეიძლება ახლა თავიდან როცა ჩვენ დავიწყეთ კომპანიაში ხო თითქმის 2-3 მოსწავლე ყავდა მაგრამ მე გაიზარდა უკვე რა სხვადასხვა თაობებია სხვადასხვა ზოგი აკადემიიდან არიან ზოგი სხვადასხვა ინსტიტუტებიდან მოდიან და ვინც საინტერესებს მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება ხატვა არ იცოდეს ადამიანმა მაგრამ ინტერესდებოდეს რომ ისწავლოს რაღაცის გამოსახვა ახლა ეს ჩვენ გვინდა რომ მომავალშიც ეს სასწავლო ცენტრი კოლეჯის ავტორიზაციამ გაიაროს და კოლეჯი ნახოთ რა მოკლედ და ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ ავჭალაში ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს. ესე იგი დავაზუსტოთ მადანო გიორგი სად მდებარეობს ეს ცენტრი ტერიტორიულად? ავჭალაში მდებარეობს ხელოსნების ახალი დასახლება ქვია ხელოსნების ქალაქთან არის ახლოს რა და აი შეგვიდნენ რომ იქნებ ტრანსპორტი დანიშნულ ის კარგი იქნება ეს და ნახოთ რა ეხლა ამ ესკიზების შექმნისთან დაკავშირებით მინდა ვთქვა კომპანიამ გამოსცა თავისი პატარა ბროშურებიც რომ თან ეხმარება აი ვინც დაათვალიერებს ამათ იმ ბროშურებს გაეცნობა რომ ასადე ეს პიროვნება მაგალითად ვინ იყო რა წარმოადგენდა რა გააკეთა ზოგი ისტორიული პიროვნებები ყავს მაგალითად გამოსახული იქ მეფეების და ზოგი არის თანამედროვე ახლო წარსულიდან ყავს და ესენიც უნდა იცოდეს მომავალ თაობებში მე ვფიქრობ რომ ეს ქალაქებში უნდა იყოს ესეთი გამოფენები იმართებოდეს არა მარტო საქართველოს კუთხეები, მე მითოლოგიის გამოსახვაც გვინდა, ვეფხისტყაოსნის თემა გვაქვს და ძალიან ბევრი თემები გვაქვს მოკლედ. სხვადასხვა ქალაქებში საქართველოში რა გამოლებს ამას? მით უმეტეს უზარმაზარი კულტურის მქონე ძალიან დიდი თემებია და ძალიან საინტერესოა და ეს ჩვენი ერის გაცოცხლება, ერის ისტორიის გაცოცხლება და შეგნების ის არის რა, რომ შეიგნოს ხალხმა, რომ აი ეს ხალხი არ არის დასავიწყებელი ჩვენი წარსულიდან რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ბატონო გიორგი, საქმე რაში არის, იცი მე ბედნიერება მქონდა მაყურებელს მოვახსენებ, რომ თქვენ როდესაც პირველი პრეზენტაცია ბატონის ზაზას ხელმძღვანელობით გააკეთეთ ამის შესახებ, მე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი, მენახა, დამეთვალიერებია
და მე ვიყავი ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი და იქ იყო ძალიან ფართო ფენა ადამიანებისა, რომლებიც ძალიან ღრმად ეკვითარკვევიან ამ საკითხებში და საყოველთაო აღტაცება და ფურორი გამოიწვია შეიძლება ითქვას ამან. და ეს არის უდიდესი შრომის შედეგი და აი ესა. გთხოვთ გააგრძელოთ. ეხლა ჩვენ ეთნოგრაფიას როცა ვახსენებთ, ხო, არ შეიძლება რომ გვერდი ავაროთ სამეცნიერო ხაზსაც რა. მე ყოველთვის ამას ვცდილობ, რომ ქართველებს ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი წმენასთან და გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად ჩვენი ერის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადიოდა სწორედ აი ამ ცოდნაზე. კერძოდ კოსმოლოგიურ ცოდნაზე, კოსმოგონიურ ცოდნაზე და ამით დადებითი ენერგეტიკის მოზიდვით, ამით ცდილობდა ეს ხალხი, რომ შეენარჩუნებინა. აი მაგალითად ქართულ დარბაზზეა საუბარი და ქართულ დედაბოძებზე და მის გამომსახველობაზე. ახლა დედაბოძები სხვა ერებშიც არის, მაგრამ ჩვენთან ეს ძალიან მონუმენტური სახითაა და ეს კულტურა, დედაბოძის კულტურა და მასზე დეკორატიული გამოსახულებები, რაც ასტრალურ კოსმოგონიურია, ეს მომავალ თაობებმა უნდა სწორად გაიგონ და სწორად გადაეცეს ეს. იმიტომ რომ მთელი ჩვენი ენა, მთელი ჩვენი ყოფა ცხოვრება, ფოლკლორი იქნება თუ ყველაფერი არის დაკავშირებული აი ამ მონუმენტურ აღთქმასთან. და ამით ვიყავით ჩვენ ძლიერები, ჩვენი ერი, ამით გაუძლო ამდენ მომხდურს, ამით გაუძლო და ამით ვიყავით, რომ ჩვენ ვერავინ ვერ გვერეოდა ახლა. ესე უნდა გავაგრძელოთ. მე ესე მგონია, რომ თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ეროვნული გადარჩენა, ჩვენი შემოქმედების გადარჩენა, ხო? აი ეს ხაზი უნდა გავაგრძელოთ, ჩვენი წინაპრების ეს ხაზი, რომ ეს მონუმენტური აღთქმა, კოსმოლოგიური ცოდნის, კოსმოგონიური რიტუალები იქნება თუ სხვადასხვა წესები იქნება. ამათ ეს გაგრძელდებოდა, არ დაგვიკარგება, არც მთის ტრადიციები დაგვიკარგება, არც ბარის ტრადიციები დაგვიკარგება და იყო კიდევ ეგეთი ჩვეულებები, რომ ბარის და მთის აი ძველი ტრადიციები ზედაშეებს ეძახოდნენ, აი მათი შეხვედრის ისენი იყო, სამწუხაროდ ეს ტერმა ესენი მოგისპო. დაგვწყვიტა რა მთის და ბარის კავშირის და ეს უნდა აღსდგეს ეს აი ზედაშეების კულტურა იყო ეს დროშების გადატანის ისენი იყო კიდე მოსალოცად დადიოდა სპეციალური დროშები და ესენი უნდა აღსდგეს, იმიტომ რომ ეს ეთნოგრაფიულ ყოფაში ეს დიდი ცოდნა იყო ჩადებული მე ჩემი აზრით და ასე იყო ბატონო ვლადიმერ გიორგი, ასე იყო, თქმა არ უნდა ასეთი ცოდნა რომ არ ყოფილიყო ჩადებული და თქვენ ამ საქმის დიდებული სპეციალისტები ბრძანდებით, მით უმეტეს მაყურებელს მინდა კიდევ უთხრა რომ ბატონი გიორგი არის შესანიშნავი მონოგრაფიის, მეცნიერული მონოგრაფიის ავტორი, ქართული ეთნოასტრონომია და თანამედროვე კვლევები. ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც ალბათ ახლო მომავალში ინგლისურ ენაზე და ფიქრობ სხვა ენებზე უნდა გამოიცეს აუცილებლად, იმიტომ რომ ახლა ამირან გულში მღეროდაო, იმის არ იყოს, ჩვენ ანდაზები გვაქვს, ქართველებს ეს ყველაფერი კარგად გამოსახავთ ჩვენს არსებულ რეალობას, ახლა ჩვენ ვიცით რამხელა კულტურის მქონე ვართ, როგორი დიდი ისტორიის მქონე ვართ, მაგრამ ეს ჩვენ ვიცით და ჩვენს ფარგლებს გარეთ უნდა იქნეს. გადაინა მე დაცნობილი ვარ ამ შესანიშნავ უმშვენიერეს და გამოკვლევას, ამიტომ ეს ფართო მკითხველისათვის უნდა იყოს და სამეცნიერო წრეებისათვის უცხოეთში აუცილებლად ცნობილი. ეხლა მინდა შემოძულფასო მეგობრებო ჩვენს ახალგაზრდა მონაწილესთან გადავიდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთან ბანტონ თეგის ბერაიასთან და დავუსვათ ეს შეკითხვა. აი იუმორის სტილში როგორ მოხვდი მანდაო აი ქართულ ფილმში რო არის ჩემო ბატონო ქვევრი ნუ რა თქმა უნდა როგორ მოხვდი ამ ძვირფას ადამიანებთან და რა გიბიძგა აქეთკენ რომ წასულიყავ როგორც გავარკვიე ბაბუას მოგცა ამის რომ იტყვიან სტიმული. პირველ რიგში მოგესალმებით მაყურებლებს. დავიწყებ იმით რომ მოხვდი რა თქმა უნდა ძალიან კარგ ხალხთან პედაგოგებთან რა თქმა უნდა ჩემი მეგობრების რეკომენდაციით როცა გვიზიარებდნენ თავიანთ ნაშრომებს თუ როგორ კვეთდნენ ხეზე, კონკრეტულად როგორ აკეთებდნენ მინაზე იმ ორნამენტებს, ქართულ ტრადიციებს და აცოცხლებდნენ ჩვენს წინაპრებს, ამავდროულად დამაინტერესა რომ მე კიდევ ამათთან ერთად შესანიშნავ პედაგოგებთან ერთად მისწავლა და დავუფლებოდი ამ პროფესიას უფრო მაღალ დონეზე. თქვენ წინათ აღნიშნეთ რომ ნამდვილად ბაბუა ჩემმა მივიძგა, რადგან ის მუშაობდა ხეზე, ორნამენტებს აკეთებდა იმ
არა მხოლოდ ტრადიციებით, არამედ უბრალოდ ასე მეგრულ სტილში იცდილობდა, რომ გამოიკვეთა. კოლხურ სტილში. დიახ, ზუსტად აი კოლხურ სტილში გამოიკვეთა. კოლხურ მეგრულში იგივე. კი ბატონო. მისგან გამიშთა სურვილი, რომ გამეგზელებინა როგორც ბაბუაჩემმა მითხრა, გააგრძელა თავისი თქვენი ბაბუას სახელი? ორესტე ვერაი. გააგრძელა თავისი 95 წლის არის და დღესაც ხნედ არის ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო იცოდეთ. ბაბუაჩემმა ისწავლა თავისი ბაბუისგან და ერთი სიტყვით გადმოეცემა თაობას და ერთი სიტყვით გამართლება აქვს ბატონო გიორგი ალბათ გენიალური რეჟისორი იყო რეზო ჩხეიძე, როდესაც გიორგი მახარაშვილს არ არის ევო ატეც ვაევალო ხო? ისე გადმოგცემს ჩვენი ახალგაზრდა კაცი ახლა გააგრძელეთ. კი ბატონო. და ზუსტად ეს არის ის ყველაფერი, რაც ერთი სიტყვით ბაბუაჩემმა შემაყვარა ხესთან ურთიერთობა. ამას ვაგრძელებ უფრო მაღალ დონეზე ჩვენს ოსტატებთან, პედაგოგებთან, მასზე რომ იმსუფლებას, რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდე, აი ამ ხესთან კომუნიკაციით ვცნობ ძალიან დიდ კავშირს, თითქოს რაღაც სიმშვიდე ყალიბდება, როდესაც ეს პროცესი მიდის. ისეთი პროცესია თითქოს აი გაუწყებს ყველანაირ დაძაბულობას, თითქოს პრობლემას, რაღაც სიხალისეს ქმნის და ეს ყველაფერი სასიამოვნო პროცესად იქცევა. ამიტომ ძალიან ისეთი მრავალფეროვანი შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენი ორნამენტების, ქართული ტრადიციების, წინაპრების გადმოცემა. ძალიან დიდი პატივია იქ ჩემთვის, რა თქმა უნდა, რომ ასეთი რამ მერგო წილად ამათთან, ჩვენს პედაგოგებთან ერთად, ოსტატებთან ერთად მეც ჩავერთო ამ საქმიანობაში და სამომავლოდ ისტორიას, რომელიც დარჩება, ნაშრომები ჩემი ხელით იქნება გარეული. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ბატონო ასეთი საუბრისათვის და მინდა გითხრათ, რომ ეხლა ალბათ ახალგაზრდებისათვის ეს საყოველთაოდ საინტერესოა, და მე დარწმუნებული ვარ, ბატონი თენგიზის თვალში ცოცხლდება საქართველოს ისტორია. როდესაც მუშაობ, ალბათ ხო თვალწინ წარმოგიდგება, იმიტომ რომ მე ახლა პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც წერდა ჩემო ბატონო იმის ბოროდინოს ბრძოლის შესახებ, არ დაწერა მანამ სანამ არ მივიდა ბოროდინოს ველზე. და ბოროდინოს ველზე, როდესაც შეხედა პროცესებს, რა იყო მინდორს, აღიქვა იქ შემდეგ თუ როგორ შეიძლებოდა პროცესები განვითარებულიყო. აი, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში და ამისათვის მადლობა თქვენ კიდევ რომ იმერეთი გამოსახეთ, უკაცრავად გაწყვეტ. ძალიან იმერეთი გამოსახეთ იქ და იქ გვაქვს პანო რა, გაჩვენებთ მე და იქ ერთი მეომარი გამოსახეთ, ხუტუნია შერბაშიძე. ეს კაცი აი 72 წლის კაცი იყო და აფხაზეთიდან ჩამოვიდა 2000 კაცი ჩამოიყვანთ 3000 და სოლომონ მეფეს დაუდგა გვერდში და თავი შეწირა იქ კაცმა იქ რა და სულ იმას ვეუბნები ბიჭო იქ ერთი ჯვრისმაგირად ერთი ძეგლი დაუდგით იმ კაცს ამ ხნის კაცი რომ თავი შეწირა ჩამოვიდა ხო აი ეს ხო არის დაფასება იქნება ხო რაღაც რა ვიცი მეორეთი მეომრები ყავდა რა ჩვენ. კი ბატონო, გეთანხმები ბატონო გიორგი და აგერ ახალგაზრდა კაცი არის და ერთი არ ვიცი მე ახლა ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ერთ რეკომენდაციაც მოგცემ ბატონი გიორგი მომცა ამის ბიძგი. იყო ასეთი კაცი სოფლიოში იტყვიან შეიძლება ითქვა ანარქიზმის ფუძემდებელი ვარლამ ჩერქეზიშვილი. სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილზე არის ფილმი რომ არის გადაღებული გუგული მგელაძის ფესვები, სწორედ მასზეა გადაღებული ჩემო ბატონო, იმიტომ რომ სიკვდილის დროს დაავიწყდა ყველა სხვა ენები, რომელიც ძალიან ბევრი ენა იცოდა და ქართულად დაიწყო ლაპარაკი და ლონდონში მარქსის გვერდითაა დასაფლავებული ჩემო და რატომ ლაპარაკო? 75 წლის იყო, როდესაც კოჯორში მომხტურ მტერს რუსებს ებრძოდა წითელ არმიას ებრძოდა მაშინდელ პერიოდში და არ მიყავდათ, იმიტომ რომ ახლა ამას ბოლშევიკებიო მოდებენ მთელ მსოფლიოს რომ საქართველოს ხელისუფლებასო 75 წლის მოხუცები ყავსო ის ჯარშიო გაწვეულიო, მაგრამ იმ კაცმა ბოლომდე იბრძოლა და აი რაც ბრძანა ახლა ბატონმა გიორგიმ სიტყვა თქვენზეა
შეიძლება იმ კაცის ფოტოებიც არსებობს ასე და არ ვიცი მე რამდენად თქვენ სულში ჩაჯდება, როგორ ჩაჯდება, მე როგორც ვიცი ხელოვანი ამისათვის შინაგანად უნდა იყოს განწყობილი, ხო? რომ იმუშაოს, გააგრძელებთ ალბათ. ისმენთ. კი ბატონო, შრომა არის ძალიან დიდი რამ ჩემი აზრით, მით უმეტეს აი შრომა მაშინ წდება, როდესაც ალბათ ცხოვრება რჩება და ადამიანი სულიერად უკვე უკავშირდება, რა თქმა უნდა, ღმერთს. მანამდე ეგ არის ესეთი პროცესი, როდესაც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებს. ეს მე ამას დღემდე გამოვიცდი, ხისთან კომუნიკაციას, ერთგვარ კავშირს და ეგ არის ყველაზე სასიამოვნო და განსაკუთრებული პროცესი. მეც ასევე სხვებსაც მოვუწოდებ, რომ ვინც დაინტერესებულია მაგალითად ამავე ხელოვნებით გააგრძელონ, ანუ უფრო ჩაუღმავდნენ და ანუ განავითარონ თავისი თავიანთი დონე, რადგან ეს არა მარტო ხეზეთლა არის, არამედ ერთგვარი თერაპია ადამიანისთვის. თვითონ ხეც კიდევ ძალიან დიდ კომუნიკაციას იწვევს ადამიანის ფიქრებთან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გადმოვცემთ ჩვენს წინაპრებს მათ ისტორიის საფუძვლად გამოსახავთ ამას ერთგვარ პანორამაზე და ერთგვარი სცენები, რომელიც გამოსახული არის. ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, მე თქვენ საქართველოს ეკლესიის ისტორიას გაქვთ წარმოდგენილი. რა სიტყვით ამის შესახებ და თანაც მინდა კიდევ ახლა არ მინდა ჩაგეჭრათ საუბარში და შეგაწყვეტინოთ და როგორი ახალგაზრდობის დაინტერესება ახლა თქვენთან ჯგუფი? ძალიან დიდი და აი ცოტა ესეთი მდგომარეობა წამოვიდა დღეს, რომ უნდა ვიმუშაო. აი მინდა რომ ვისწავლო, მაგრამ ვაი რომ უნდა ვიმუშაო და როგორ შეიძლება 14 წლისა, 15 წლის ბავშვი ფიქრობდეს იმაზე, რომ ვიმუშაო, იმან და ჯერ ისწავლოს რა. აი ეგ ერთი ცუდი მდგომარეობა ერთ მხრივ და მეორე მხრივ ის არის, რომ ეს ახალგაზრდები იწუთებიან ამით უფრო. მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ სწავლა აუცილებელი და წეგან აი ხეზე კვეთილობაზე საუბრობდით და შრომა საერთოდ მე რო უკვირდები, ხო? შრომის სიყვარულს თუ ასწავლი ბავშვებს, ხო? იმაში იღვიძებს მე ყველანაირი ეთიკაც იღვიძებს, ყველანაირი სიკეთე იღვიძებს. შრომის სიყვარულია მთავარი, აი შრომა შეაყვარო ადამიანს და ამით მე გააგრძელებს ის თავის წინაპრების გზას. რაც შეეხება ძველი ტაძრების და ძველი ამ კულტურების და ამების, მე ახლა ძირითადად მთის სალოცავების სცენი მაინტერესებდა, მათი წარმომავლობა. მთიელი კაცი ხარ, ჩემოგაძე წარმოშობა. მათი არსი მაინტერესებდა და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებია უძველეს კულტურებთან, ბევრი მსგავსებაა და ისევ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი თემა მომავალში ალბათ ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მონასტრების გამოსახვაც. დიდი საქმე, ძალიან დიდი საქმე. მოღვაწე ბერები, იმიტომ რომ დღეს აი ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენ არც ერთი ეკლესია არ აქვს მოქმედი. და ადრე ხო გაჭირების დროს სად მიდიოდა მთელი ეს ეკონომიკა, აი რო უკვირდები, ხო, იქ მიდიოდა იმ ეკლესია მონასტრების არსებობაში. ის ეკლესია მონასტრები ფაქტიურად იყო ჩვენი კულტურის გამავრცელებლები, შემნახავები, გადამწერები, ხელნაწერების გადამწერები და დესპანები იყო იმ ქვეყანაში. მარტო იერუსალიმში იყო 30-ზე მეტი ეკლესია იყო ქართული. ეხლა სინასთაზე იყო, კაპადოკიაში იყო, საბერძნეთში ხო იყო და იყო აგერ რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთში უამრავი ტაძრები ქონდა. ყველა ამათი აღწერა გვინდა ჩვენ და ეს გამოვსახოთ ასეთი პანოები და იქ მოღვაწე პიროვნებებით, იმიტომ რომ ესა ძალიან დიდი კულტურაა ჩვენი მით და ეს ყველაფერი არის იმ უძველესი ცოდნის გამოძახილი. ასე ვინარჩუნებდი ჩვენს საელჩოები იყო ფაქტიურად რა, ძველი საელჩოები იყო და ესენი გასცემდნენ და იმას და ენერგეტიკას იღებდნენ იქიდან, მე ეს დადებითი ენერგეტიკა მე მთელ ჩვენს ერზე ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თბილისის კი დაკარგული ქონდა და მტერს ქონდა გაპრობლემი, მაგრამ ის მონასტრები მაინც მუშაობდა. აი ამას ვცდილობ ჩვენ, რომ ეს ახალგაზრდებმაც ეს გააგრძელოთ რა და აი ეს უნდა გააგრძელდეს. არა მარტო თბილისში, მე ვფიქრობ, რომ თბილისიდან გავიდეთ მხარეებში, საქართველოს მხარეებში გავიდეთ, კახეთში, თელავში,
ბათუმში, ზუგდიდში, სხვადასხვა იმებში გავიდეთ ახალციხეში და იქ და აქ დავიწყოთ აი მეების სკოლების დაარსება, გავრცელდეს ეს, გავიდეს რომ აი ყველგან ესეთი ისენი ჩაირთოს, ეს მუხტი ჩაირთოს, ესეთი მუხტი უნდა ჩაირთოს ყველგან, სადაც კი განათლების სფერო სუნთქავს კიდევ, ხო, რაღაც პატრიოტული. ყველგან უნდა ჩაირთოს ჩემი აზრით, აი ესეთი იდეა გვაქვს მომავალში. და თქვენ და ახლა როგორც პროფესიონალისადმი თქვენი აზრი მაინტერესებს, ამას წინა ჩვენ გადაცემა გქონდა, წინა გადაცემა დაგვყავდა ჩემი მეგობარი არის პროფესორი, გიცნობ თქვენ მას ზურაბ კოტენაძე იყო მაშინ იქაჩვენებადონო და მქონდა ამის შესახებ საკითხების შესახებ საუბარი, რომ რამდენად სწორად მიგაჩნიათ და უნდა იყოს თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ისტორიის სწავლება? აუცილებელია. არა მარტო ისტორია და ეხლა ქართული ენა შემოვიდა ჩემო ბატონო და ეს არის კანონმდებლობით უკვე გამტკიცებული. არა მარტო ისტორია, მე ვფიქრობ, რომ მეცნიერების რაღაც დარგებიც უნდა ისწავლებოდეს, ეთნოგრაფიული ის უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად. და არა მარტო საქართველოში, ეს უნდა იყოს ერთგვარი, აი უამრავი ტოლვილი წავიდა საქართველოსთან და ზოგი რუსეთშია, ზოგი საბერძნეთში, ზოგი იტალიაში, ზოგი ესპანეთში და ზოგი ამერიკაში. ყველგან ცდილობენ რომ ქართული სახლები შექმნან. აი უბრალოდ დიასპორება და იქ ქართული სახლები უნდა შეიქმნას ეკლესიებთან, კულტურის, იმიტომ რომ ბავშვები იბადებიან, იქ იზრდებიან, ზოგმა ქართული საუბარი უჭირს, ზოგს ვერ საუბრობენ ქართულად. ხო და აი ეს ყველაფერი უნდა როგორმე უნდა გაგრძელდეს შემოქმედების წინ. აი საინტერესო ბალტიისპირეთში 2000 წელს ვიყავი და იქ ერთი უცნაური ტრადიცია შეუნიშნა, რომელიც ჩვენთანაც შეიძლება ეს შემოვიღო და ძალიან კარგია. ეხლა მაგალითად აქ საქართველოს მხარეებში ზოგან ქართული ენა საუბარი უჭირს, სხვა ერის ისენია შემოსულები რა და ბალტიისპირეთში ეგეთი კანონი აქვს მიღებული, რომ ისწავლი ადგილობრივ ენას, უფასოდ გასწავლი პროფესიას. ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი იქნება, აქაც თუ შემოვიდა და ეგაც იქნება, კაც დაეხმარება. აგერ ჩავდივარ მარნეულში და უჭირთ ქართულად საუბარი და რატო კაცო როცა შეიძლება რომ რაღაცა გვაქვს ამის ნიჭი რომ რაღაცაში გადავზარდოთ ეს და ვასწავლოთ ამ ხალხსაც და თან ხელობები ვასწავლოთ და თან კიდე მოახდინოს სწორად რა. კი ბატონო, ბატონ თენგის მინდა ვკითხო, რამდენად აი გარემოა თქვენთან იქ ბატონ ზაზას კომპანიას შექმნილი, რამდენად ხელმისაწვდომი და როგორ მიმდინარეობს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, სამუშაო პირობები და ასე შემდეგ. ახალგაზრდით თქვენი აი ამ პროცესის მონაწილის გადასახედით. კი ბატონო, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო, მით უმეტეს ისეთი გარემო, როგორიც ახლა მე დამხვდა იქ საუბარი მაქვს ძალიან კარგ გარემოზე. იმიტომ რომ თითქოს ჩვენ მივედით მოსწავლეები ერთ ოჯახში. ანუ ერთი მთლიანი ოჯახი შევიკარით და ისე მიგვიღეს როგორც მათი წევრი. განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას გვაქცევენ ჩვენ მათ მხრივ. ეს არის ყველაზე პრიორიტეტული მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კეთდება უფასოდ, ხო თქვენთვის უფასოდ. კი ბატონო, მით უმეტეს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ბატონ ზაზას, რომ ამის შესაძლებლობა მოგცა. ხოლო ყოველდღიური ცხოვრება, როგორც ვამბობ თქვენ აღნიშნეთ, მიდის ერთგვარად, რომ ვიწყებთ ანუ ესკიზების გაკეთებას თავიდან. აი ეს ესკიზები უფრო მეტად ჩვენს ქართულ ორნამენტებს ერგება, მათი ინტერპრეტაციით ხდება ეს ყველაფერი. გადმოვცემთ ამ ერთგვარ ჩვენს წინაპრებს, ისტორიას, ყველაფერს, ანუ ამათთან დაკავშირებულს. შემდეგ ეს გადავგაქვთ უშუალოდ ხეზე და ვიწყებთ მათ გაცოცხლებას. ყოველდღურად ეს პროცესი უფრო ვითარდება, უფრო ახალ ტექნიკას ვსწავლობთ და ამით ჩვენ ვიმაღლებთ ერთგვარ პროფესიონალიზმის სრულყოფა ხდება, პროფესიონალიზმის სრულყოფა ხდება. ბატონ გიორგი, რა პრობლემებია ახლა თქვენი გადასახედიდან, რა შეიძლება გაკეთდეს? აქ ეს გაკეთებულია და ძალიან საიმედო ხალხის ხელში არიან ეს ბავშვები, ეს ჩვენი ხელოვნება, საიმედო ხალხი თქვენი სახით, ბატონი ზაზას, ბატონი გოჩას სახით ძალიან საიმედო შემაგრა. თუ არის შესაძლებელი ახლა რაიონებში, ახლა რომ მუნიციპალიტეტებს უწოდებენ, ნება უნდა იყოს ბატონი
პოლიტიკური ნება აი ეგ არის რომ განათლების ეს სფერო როგორმე რეგიონებშიც უნდა გადაიზარდოს და რეგიონებშიც უნდა გადავიდეს ეს და გაგრძელდეს რა. და ეს უკვე ეხლა მარტო ამ ერთი კომპანია ვეღარ იმას იქავს ამას უკვე საერთოდ ის უნდა რა, მონდომება უნდა რა. პოპულარიზაციაც კი. პოპულარიზაცია უნდა ჩაიდოს რა იმ განათლების სისტემაში უნდა ჩაიდოს თვითონ აი ესეთი სწავლების სტილი რა, რომ ეს ამაზე იყოს ყურადღება, რომ უცხოეთში რომ მიდიან ბავშვები, მათ რაღაცა ხელობა უნდა იცოდნენ რა. განცუდი მდგომარეობა რა. და ამასთან ერთად ეს არის გაცოცხლებაზე, აგერ ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობდა ამის შესახებ, რომ აუცილებლად გასაცოცხლებელია და გასაკეთებელია ეს ამბები, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კიდე რომელიც არის ჩვენთან ამის შესახებ არის ჩვენ მართალია ღარიბი ქვეყანა ვართ, ფაქტია, მაგრამ ამისათვის შესაბამისი ეს ბიზნესმენები უნდა იჩენდნენ შესაბამის ყურადღებას იმისათვის, რომ ყველაზე მეტი დიდი თანხა მე ასე მიმაჩნია ჩადებული არის ახალგაზრდობაში, მომავალ თაობაში და როდესაც მომავალ თაობაში ჩადებული ერთი თეთრი საბოლოო ჯამში 100 და 200 თეთრს აძლევს არა მარტო მას პიროვნებას, არამედ მთელს ქვეყანას და ასე შემდეგ. მომავალში რას აპირებთ? მომავალში ფიქრობთ, რომ გამოფენები გავაკეთოთ სხვადასხვა ქალაქებში, უფრო ინფორმაცია გავზარდოთ და გავიტანოთ ჩვენი ნამუშევრები. ასევე ფიქრობთ, რომ სხვადასხვა სკოლებში მოვაწყოთ ეს გამოფენები. ბავშვების ანუ მომავალში გვინდა რომ კოლეჯის ის ავტორიზაცია გავაკეთოთ და მიდის ახლა მაგაზე საუბარი და ეს გამოყენებითი ეს ხელოვნების ეს დარგები სკოლებში როგორღაც უნდა დავაკავშიროთ აი სკოლების იმებს განათლების სისტემას რომ იქ ჩაერთოს რა და რაღაცნაირად ეს ანუ შეჯიბრის დონეზე მე ვფიქრობ რომ საუკეთესო ნამუშევრები თუ გინდა რომ შეიქმნას ხო ამიტომ შეჯიბრობის მომენტიც უნდა დადგეს რა. ესეთი შეკითხვა მაქვს ბატონო გიორგი, როგორც თქვენს პროფესიონალთან მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ. აი საკვირაო სკოლებთან, სხვა სკოლები და ეკლესიასთან სკოლების ამხრივ ლაპარაკობ მე. რამდენად შესაძლებელი და მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მე რომ როგორ ფიქრობთ, თუ გიფიქრიათ ამის შესახებ? არის მაგაზეთაც არის კი ბატონო და აუცილებელიცაა კი არის მაგას მე ბევრჯერ მქონია მაგაზე პროექტი შეტანილი საპატრიარქოში იყო და განათლების სამინისტროში და იმედია რომ კონკრეტ მომავალში წამოვა რა ამის რა როგორც მე ვიცი მაშინ მამა დავითი იყო მამა დავითი არის და დღესაც არის როგორც ვიცი ძალიან დიდი ენთუზიაზმით ამ პროცესში ჩართულ კი ბატონო სამსახურობს და ყოველ გვეტყვით მისი დახმარების შესახებ და მის სულიერ საუბრებით და იმით დავწმუნდით რომ ამ თემას მომავალში ალბათ საინტერესო თემას გავაკეთებთ საერთოდ ქართველ წმინდანების პატრიარქები და ამ წმინდანების გამოსახვის იმით რომ ხალხურ დონეზე ეს გავაკეთოთ აი ხალხურ იმით გავაკეთოთ სტილში რომ ესაც მოსწავლებისთვის როგორმე ახლოს მოვიდეს ეს თემაც რა ეხლა კი საკრალური თემა ხატების ანუ წმინდანების ხატები ხო არის ხო და მაგრამ როგორ შეიძლება იმის ხალხურად გადმოცემა მაგრამ კანონიკას თუ არ დაარღვევთ ხო და თუ კი მოსწავლებისთვის არის მაგალითად სხვადასხვა სახთო წერილების ის გადმოცემა რატო არ შეიძლება რომ გამოსახულებაც იყოს რა მოსწავლებისთვის და დაინტერესება ამ ხრივაც იყოს რა თავარია სწორად გამოსახო იმ კანონიკას უნდა აღვევ და გამოსახე იმით რომ ხალხურ დონეზეც იყოს გამოსახული შეიძლება ამის როგორ ხომ არ გიფიქრიათ რომ ამისათვის ახლა თქვენ და თქვენთან ვინც მუშაობს პედაგოგებია ჩამოთვალეთ და მითხარით მე თქვენ რომ არის ასეთი ლაშა ხარაძე ჩემობა და ლაშა ხარაძე მოსწავლეთ და ახლა უკვე ისეც ასწავლის კი ბატონო ხო თქვენ ბატონ გოჩას და ლაბატონ ლაშას ხომ არ გიფიქრიათ რაიმე პატარა სახელმძღვანელო შექმნის შესახებ სახელმძღვანელო ხო არ ვიცი ეგეთი მით ჩვენ იმას მუშაობასთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას მომავალში მაგაზე ისე არ მეფიქრია მაგრამ შეიძლება კი ბატონო რომელიც ახლა და მე პრაქტიკასთან ერთად პრაქტიკ რა თქმა უნდა სახელმძღვანელო ხაზე კვეთილობა მაგალითად ხო თითქმის აღარავინ ასწავლის ძალიან ისე დონეზეა მეშვებული და აი ახლა როცა უყურებთ მაგალითად სვეტიცხოველის საფარას
ზარზმას, სხვადასხვა ანანოვის ორნამენტებს, ხო, იმ ცოცხალ ორნამენტებს რო აკეთებდნენ, ის ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხელით გაკეთებული იყოს არ დაივიწყოს ეს ხალხი. კი ბატონო, ბატონო თანგისთან მაქვს ასეთი ხასიათის შეკითხვა. როგორ ეპყრობიან შენი ტოლები იმ საქმეს, რომელსაც შენ აკეთებ და რომელიც ალბათ საუბრობს მეგობრებში. კი ბატონო. და მინდა აღნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ამ კონკრეტულ ცოდნას ჭირდება ნამდვილად განსაკუთრებული მოხმარება. მთელი ის დეტალებში ჩასვლა, ანუ ერთ სიფაქიზე, რომელიც ხისთან უშუალოდ კომუნიკაციის დროს არის საჭირო. ვისაც ეს კონკრეტული ხელოვნება უყვარს, განსაკუთრებულად ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობიან ამ ყველაფერს. ძალიან კარგი. ჩვენი გადაცემა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დასასრულს მიუახლოვდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემის შესახებ გქონდა დღევანდელ დღეს საუბარი და ეს ერთი გადაცემით ვერ მოიწურება, ვერ დასრულდება. ალბათ ბატონი ზაზას და ბატონი გიორგის, ბატონი გოჩას მხარდაჭერით ეს გადაცემა აუცილებლად გაგრძელდება. ბატონი თენგისის ადგილზე სხვა შეგირდები იქნებიან, ვესაუბრებიან, კიდევ ახალი მიღწევები იქნება, კიდევ ახალი წარმატებები იქნება და კიდევ ახალი ამღერებული ქვა გვექნება, კიდევ ახალი ამღერებული ხე გვექნება, კიდევ ვიტრაჟი გვექნება, ისე რომელიც ერთ-ერთი მათგანი თქვენ წინ ხედავთ ჩემო ბატონო მთელი გადაცემის მსვლელობაში და დასასრულს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგის, ბატონ თენგის, ბატონ გოჩას და კომპანია ხელმძღვანელს ბატონ ზაზა ბაღელაძეს იმ უანგარო სამსახურისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენი გადაცემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გავა ეთერში ორშაბათს 22 საათს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენს მოწვევისთვის.